ოთაშორის ეს არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნახატი, რომელიც დავხატე. აი ეს. და კითხოთ ახლა არის ამის კონცეფცია, მთელი იდეა რაშია რა. ეს ადამიანი ხედავთ, რომ არის ჭაბწონიანი, ხო? და აი აქ ქვემოთ არის მთელი, ну, არ ვიცი, აბსტრაქცია, ანუ ეს არის ის რაღაც გადატანილი ტკივილები რა. მწვანე ძირითადად არის შური. არის რაღაცა გარკვეულწილად ალბათ იმედიც. წითელი არის უფრო რაღაცა ბრძოლის უნარი, შავი არის დეპრესიების, თეთრი არის რაღაცა უფრო აი რაღაცა იცი დაღლილი ხარ და აღარაფერი რო აღარ გინდა. ლურჯი არის უფრო ხტით გამორკვევაც არა, უკვე რაღაც სუიციდური ფიქრები და ბოლო ადამიანმა მოახერხა ამ ყველაფერს გადააბიჯა და გახდა სრულიად თავისუფალი თავის კომპლექსებისგან და მსგავსი რაღაცებისგან. ეს მე და ჩემი ძმა ვართ. ეს მე ვარ. კაი ხიმილი მაქვს. ეს ჩემი მეორე აბსტრაქცია. აბა რას ხედავთ აქ? უცნაურს. ერთადერთი ფორმა ალბათ რომელსაც მივანიჭებ ამ აბსტრაქტულ ნახატებს. თათები. ფეხის თითებია და ფეხის თითებია, ოზაყოლი ფეხის თითებია. ძალიან. ფეხის თითებია და ეხლა ამით რას ვამბობ რა, არ მახსოვს სიმართლე გითხრათ. როგორც ესეთ ნახატებს რომ ხატავ ხოლმე, ანუ აბსტრაქციულს ძირითადად ხდება იმდენად სპონტანურად, რომ მთელი ჩემი ფიქრები გადმომაქვს, ასე ვთქვათ, ნახატზე. აღარ ეხლა ფიქრების გადმოსვლა რას ნიშნავს? ფიქრებში შეიძლება ითვლებოდეს ნებისმიერი ხაზი, ნებისმიერი ფერი, ნებისმიერი ფორმა, ნებისმიერი რამე რა საერთოდ რა, უბრალოდ აი ხვდებით რაღაცა ხასიათზე რო ხარ, იწყებ რაღაცის დახატვას და ეს რაღაცას ამას უყურები ხოწები. გოგო, შუაღამეა. რუტუნა. გაგწეწავი ცოტა. გენა ის. სად გავჩერდით? ხო, ეგ არის რა. ჩემი თიხები არის. ჩემს თიხაში შესრულებული პატარა კაცუნები მყავს. აი აქ ეს პატარა კაცუნები მყავს აქ. ეს პატარა ბიჭი მყავს აქ. ეს არის სუსუ პირველი ნამუშევარი. ეს ყავი ბუთუ რაღაცებს გავს ტიპია. ეს მედიაში ხალს ჯერ წავდი, მაგრამ რა ვიცი. კაც ბიჭი თუ რაღაც მაგალით ხო რა. პირველი ცდილობებია მე ზოგადად არ მაქვს გამოცდილება თიხაში.